გიორგი გახარიას განცხადებაზე უნდა კითხოთ აუცილებლად, ასეთი განცხადება გააკეთა სულ ცოტა ხნის წინ, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი უსუსურობით მიაღწია იმას, რომ მოცივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი. თქვენ გულისხმობთ, რას უპასუხებთ გიორგი გახარიას? იცით, ბევრს ვერაფერს ვერ უპასუხებ, ეხლა ბატონ გახარიას აქვს თავისი ის წესრიგი, როგორც ჩანს, მაგრამ არ მეშვება ეს ადამიანი და რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს მე და ხა ამ კენჭების სროლას ჩემსკენ ბატონო გახარია ხო არ ჯობია რომ თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. მე მგონი საზოგადოებას უნდა მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. სხვაგვარად ეხა ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს, როგორც ჩანს, მისთვის მე წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, თუ მას შესწევს შესაბამისი, ასე ვთქვათ, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამის შემოფარგვით კი არ იყოს ხოლმე დაკავებული, ამიტომ საქმით დაამტკიცოს და საზოგადოებასაც დაარწმუნებს, რომ ის არის მართალი თავის შეფასებებში და მე ვარ მტკვანი. ამიტომ მე ვფიქრობ, ბატონ გახარიას ურჩევნია მსგავსი კომენტარების კეთებას, გაბედოს და კენჭი იყაროს, მაგრამ ძალიან ეჭვმება რება სიმართლე.